დღეს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაიწყო სხდომა. შეხვედრა მიტროპოლიტმა შიომ გახსნა. სხდომის მდივანი გახლდათ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გააცნო. მოგესალმებით. გაგაცნობთ წმინდა სინოდის სხდომის საკითხებს. 2026 წლის 3 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის მისასალმებელ სიტყვაში მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი და დამსახურება ეკლესიისა და ერის წინაშე. მან მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდის წევრებს, სამდელოებას, ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის და ითხოვა ეკლესიისა და ერის სისავსისაგან ლოცვითი შეწავნა ერთსულოვნების შესანარჩუნებლად და საარჩევნო პროცესის ღვთისმსათნო წარსამართებლად. სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის სხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები. პირველი, საპატრიარქო კანდიდატების 3 კანდიდატი, გამორჩევის წესი, სამუშაო ვერსია. მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები, სამუშაო ვერსია. მესამე, დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას. საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს წმინდა სინოდის წევრმა მდელმთავრებმა. წმინდა სინოდმა იბრძელა და დაადგინა. პირველი, წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე განიხილო საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოვლინდეს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად. მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში. მესამე, კომისიების წევრი მდელმთავრების სია. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე. კომისიის წევრები: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე. მეორე, სამანდატო კომისია. კომისიის თავმჯდომარე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. კომისიის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე. მესამე, სარედაქციო კომისია. კომისიის თავმჯდომარე გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია. კომისიის წევრები: ჭყონდიდისა და ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტი იოანე, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. პუნქტი მეოთხე. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე
მმართველმა მდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის ხდომაზე დასამტკიცებლად. ყველას გვალობთ, გისურვებთ ღვთისწყალობას და გითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს ამ ყველასათვის მნიშვნელოვან დღეებში.